Deda filologia, mama architectori, babu agronomia, prego stomatologi, pizza astronomia, muli designeri, zali ingegneria, Chrysli aris cowboy, squiani sanaznobo, squiani sanaznobo. Trzeba მოგესალმებით, მე ლაშა ხოფერია ვარ და ეს არის თამაში ჭკვიანი სანაცნობო. ჭკვიანი სანაცნობო ეს არის თამაში, რომელიც მე და ჩემმა სანაცნობომ მოვიფიქრეთ. ეს არის თამაში, სადაც შეგიძლია მოხვიდე, გაერთო, დააგროვოთ ცოდნა და მოიგო თანხა. ბაშასე ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია ადამიანი ფარული კამერა, ჩემი მეგობარი ბუჩქი. გამარჯობა, ბატონო ბუჩქი. როგორ გიორგი რო დაგიძახოთ ხო არ გეწმინებათ? არა, არ მეწმინდა. მაშინ ხანდახან შევეცდები რომ გიორგი დაგიძახოთ. ღვინოს ალებთ? დავასხათ ეს. დავასხათ. ოპ. წვენია? წვენია. წვენია ყურძნის და დიონისის საყვარელი რა ხდება, რა მდგომარეობა? აქ ხდება YouTube. და აქ სუფევს ურთიერთგაგება და ეს არის ყველაზე სოციალური და მეგობრული გადაცემა ჭკვიანი სანაცნობო. ყავს ჭკვიანი სანაცნობო? ალბათ ძირითადად უნდა ყავდეს, კი. უფრო ძირითადად რამდენი IQ-ს მქონე მეგობრები ყავს? გამოჩნდება ვინმე? პირველ ეტაპს გადაგალახინებენ. კი. გინდა წესები გაგაცნო. აბა. წესები არის ესეთი. სულ არის 10 შეკითხვა. პირველი 4 არის უმარტივესი შეკითხვა, რომელიც მოიცავს პირველ ეტაპს და პირველი ეტაპის გადალახვის მერე შენ გექნება 200 ლარი. ანუ არ ვაგებ. არ აგებ. ანუ წაგებთ მოსატანი, არაფერი არ მხოლოდ შეიძლება რომ მოვიგო. ამ ღვინოს ფულსაც არ გადაგახტევინებთ და ის იქნება. 200 ლარი გექნება გარანტირებული პირველი ეტაპის გადალახვის მერე. მეორე ეტაპის გადალახვის მერე დავიძახეთ ეს რა სად მოვედი? ვაფშე უფულოდ ვიყავი 200 ლარი. ხო, მეორე ეტაპის გადალახვის მერე არანაირი გარანტიები, სანამ ბოლომდე არ დახურავ თამაშს. ანუ მეორე ეტაპიც არის 4 შეკითხვა, თითო 100 ლარიანი, აქედან 400 ლარი დაგემატება. ხო და კიდე არის მესამე ეტაპი. მესამე უკვე 200 ლარიანი, ორი ურთულესი შეკითხვა და აი ამ ყველა პასუხს თუ გაცემ სწორად პასუხს, შენ არა ოღონდ. შენი მეგობარი თუ გაცემ სწორად პასუხს, 1000 ლარი გადმოგეცემათ შენ და შენ სანაცნობოს. ანუ ის იგებს, ჩემ მეგობარი იგებს. შენ გაგებინებს. აჰა, всё, გასაგებია. ოქროს წესი რაც გვაქვს, ერთი და იგივე ნაცნობს არ შეგიძლია რომ ორჯერ დაურეკო. აჰა. და უნდა გაერთო. ეს არის მეორე მთავარი წესი მაქსიმალურად. ხო, როგორც მოგიხერხდება რა. არ გაზალებთ. კარგი, აი, სასიამოვნოა და კარგია, აბა მე დიმახთ რა იქნება. დახმარებები გაქვს კიდე. ფაქტიურად ყველაფერი მაქვს, რომ ყველაფერი, ყველანაირად შენსკენ ვარ. დახმარება გაქვს ესეები. ერთი არის Google-ის დახმარება. Google შეგიძლია შენ ნაცნობად მეგობრად გამოიყენო. ანუ გამოდის რომ მე მხოლოდ სხეული მოვედი აქ. კი. ძალიან მაგარია. შეგიძლია Google-ის დახმარება გამოიყენო და კითხვაზე აპასუხებინო. შეგიძლია chat-ში დარეკო, სამეგობრო chat-ში ხარ? არ ყავს. თუ არ ხარ მაგას. არა, ზოგადად მეგობრები არ ყავს, დავკარგე რა, ხო ხტები რა. 1000 როგორი პრობლემატური ცხოვრება არის და რაღაცნაირად გამომეცადნენ. ხო, chat-ში ვერ დარეკავ, ესე იგი ეს დახმარება აღარ გქონია და შეგიძლია შეკითხვა გამოცვალო, მესამე დახმარება ეს არის. კარგით. ყველანაირი წესი ახსნილია. რაღაცებს პარალელურად ჩაგეკითხე. მეც პარალელურად გაგცემ შესაბამისად რაღაცებს. პირველი შეკითხვა მაპოვნინა ახლა სად არის? პირველი შეკითხვა მდგომარეობის შემდეგში. რა ქვია ნურგან პირველი შეკითხვა. რა ქვია ნუგზარ ერგემლიძის თუთიყუშ, რომელსაც ნუგზარ ერგემლიძემ სიმღერა მიუძღვნა? A. ჩიკო, B. მარჩელო, G. კუსა, D. ჯეკა. ნურგზარ ერგემლიძეს ხო არ იცნობ პირადად? არ მახსენდება, ეგ ნომერიც არ გექნება. ჯეკა ალბათ გამოირს, უნდა დაურეკოთ, ხო? ვინმეს უნდა დაურეკო და იმან პირდაპირ მაგას რო ვკითხოთ არ გამოდის, ხო? შეგიძლია. ხო შეუძლია. ნუგზარ ერგემლიძე თუ ყავს მეგობრებში დაურეკე და არ ვიცი, ნახოთ. როგორ იქნება? ნუგზ ნუგოთი გექნება ჩაწერილი შენ.
ნუგზარი მოდი დაურეკოთ. ვლას დაურეკოთ. ეგ ზოგადად განათლებული ტიპი. უფრო რთულ რაღაცებზე ხარ გავუყურ, უფრო მძიმე ტიპებს, ხა, მოიცადე? რა, უფრო ჭკვიანი მეგობარი თუ ყავს, ჯობია რომ ისა შოუ ბიზნესში უფრო ვიც არის გათვიცნობიერებული იმას დაურეკ. აკეთ ჩან ვარ. ალო, ოპა. თამუნა გამარჯობა. სალამი გიო. როგორ ახარ? ნავი ვარა, შენ. მეტი პოზიტივი. მოკლედ, ეხა რაღაცა გადაცემაში ვარა და ესეთი კითხვა უნდა დაგისვა რა. რა ქვია ნუგზარ ერგემლიძის თუთიყუშს, რომელსაც სიმღერა მიუძღვნა და სავარაუდო პასუხებს გეტყვი და თუ შეგიძლია თუ გახსენდება რომ მითხრა. ჩიკო, მარჩელო, კუსა და ჯეკა. მარჩელო. პასუხი? სწორია. დიდი მადლობა, შეიძლება რაღაცა მოვიგოთ და გაგაგებინებთ. მადლობა, თამუნა, მადლობა. რა ხდება მანდ იტალიაში? იტალიიდან გაქვს ეს პასუხი. კარგი. კოცნით. კვარაჩგელია. გილოცავ ეს 100% სწორი პასუხია. გამომარჯოს ჩვენ ფინალურ ცხოველებს, ჩვენ მეგობრებს და ნუგზარ ერგემლიძის მარჩელოს გამომარჯოს. კარგი, გამოგუშ რაღაც უკვე მოვიხოდე. 50 ლარი გაქვს, ოღონ არა გარანტირებული. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. ესეთი ნაცნობი თუ ყავს სამხატვრო აკადემიაში რომ სწავლობდეს ან ახლოს ცხოვრობდეს ან რა. ალბათ. მაინც ყოველს ეცოდინება ეს. სამხატვრო? კარგი. ესე იგი. კი დაგაბნია და შეგაშინა ხეთ ჩემს შეკითხვა. არა, მე ხატავდი ზოგადად ჩემს ირგვლივ ყველა მხატვრული. ხო და შენ ეს გეცოდინება. სად მუშაობდა ფიროსმანი? რკინიგზაში, რკინიგზაში, ბ გემზე, გ გაზეთში, დ ტელევიზიაში. სად მუშაობდა შენი აზრით? თუ ხატავდი. მე ხო არ შემიძლია პასუხი. შენ შეგიძლია, მაგრამ არ მივიღებ. ხო, მაშინ დავიტოვებ. ძალიან კარგი. ცხოვრებაში არაფერში გამომდგომია და დაურეკოთ ამ ადამიანს. დიდ. არა, გამომდგომი როგორ არა, კაი კაცია. კი. ამას ამოვჭრით ან პირიქით ხმას აუწევთ და უფრო გამოვკვეთავთ. ალო. ლევან გამარჯობა. ალო. ლევან გესმის? რა ხარ შენ გამოჩნდიო? 5 დღის მერე. ოიც არაფერი თქვა, ის რა ქვია. ხოლოდ დამლოცე, არ შემაგინა. აბა რაღაცა უნდა გკითხო და სავარაუდო პასუხი მითხარი რა. შეიძლება იცოდე, შეიძლება არ იცოდე, მოკლედ რაღაც პასუხი მითხარი. სად მუშაობდა ფიროსმანი? სად მუშაობდა ფიროსმანი? რკინიგზაში, რკინიგზაში, ბ გემზე, ბ გემზე, გ გაზეთში, გ გაზეთში, დ ტელევიზიაში. დ ტელევიზიაში. ბიჭო, ნიკო ფიროსმანი? ხო. ნიკო ფიროსმანი სად მუშაობდა? ბიჭო, ხიდის ქვეშ ცხოვრობდა და ხატავდა და ეგ ჰობი იყო. ეგ გასაგებია, მაგრამ სადღაც მუშაობდა და თუ გინდა გაგიმეორებ თუ გახსენდება, აბა კიდე თავიდან თუ შეიძლება. თავიდან თქვი აბა. რკინიგზა, გემი, რკინიგზა, გემი, გაზეთი, ტელევიზია. გაზეთი, ტელევიზია. გაზეთი, ტელევიზია და მესამე? რკინიგზა. რკინიგზა. მესამე პირველი. რკინიგზაში. რკინიგზაში? დიახ. ვა, მადლობა ლევან, შენ არაფერი არ შეგხვდება თანხა და ყველაფერს მე წამოიღებ. ჯიგარი ხარ, მადლობა. 100 ლარი მოვიგეთ ამ წამს. კარგად. გილოცავ. ვახ, რა მარტივად მიდის. ფაქტიურად მე არაფერს არ ვაკეთებ. ამეტაზე მშვენიერი სანაცნობო ყავს. გაგიმარჯოთ. მადლობა. ბრავო, 100 ლარი გეგირობით ამ ბალანსზე გიდევს. კი. ხო და მესამე შეკითხვას არ დაგისვავ, სანამ არ მომიყვები, ახლა რა შვები და რა შვები და მოკლედ ისევ ბუჩქობ. კი, ანუ კეფა დავრჩი, გასაგებია, უკან ბუზი დაინახეთ. პატარა მოწყალებული კიკინა შემჩა. მაგრამ სახელი უცვლევი. ტელევიზიას არ ვიტყვი რა. არავინ გაიგოს. თქვი და დავგლარავთ. ხილად ბუჩქი ესე ქვია გადაცემას. და სანამ გამაგორებენ, მანამდე ვიღებ ამ გადაცემას და რომ მომიტყნავენ პატრონს, მე რა თქვენ ყველა ერთად გაიგებთ. თუ გამომივიდა მე. აი ერთი პატარა შემთხვევას მოვყვები.
ესეთი რაღაცა კეთილი შეგინება იყო რა. მეუბნება რომ ვა რა მაგარი კაზე. აუ ბიჭო რეებს უჩარჩო. მე რო ეგ გამეკეთონ დედას მოუწყნავდი რა. იქ იცკაბ დედას მოუწყდა ხო ჯიგარი ხა დავაი ჰოპ დავიშალეთ. იმიტომ რომ მას არ შეუგინებია ის დედას მოუწყნავდა. ვინმე შენნაირს. ხო თორე ჩემთვის და მე ჯიგარი ვარ თორე იმა ძმა იყო პატარა და ეგეთი რაღაცები არის დახუნძრული. კარგია. გავიცინეთ გვეყო. სასაცილოდ კი სიცის გამომარჯოს. ყოველთვის სასაცილოდ ქონოდა საქმე. დავსერიოზულდეთ, ეხლა უკვე სერიოზულ სახეებს მივიღოთ და შემდეგი შეკითხვა ესეთია. 2006 წელს ვინ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში? იცი ხო? ბრაზილია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი. A, B, G, D. ვისურეკო? არ ვიცი ალბათ. გოგი გვახარიას დაურეკავ. რაღაცნაირად. დაურეკე. აღარ დაურეკავ. რაც გინდა ისქენი. მე ვინმე შევზღუდე ამ გადაცემაში? ან გოგის დაურეკავ. ეხლა ნუგზარ ერგემლიძეს დაურეკავს. გრიშა ვინ აქეთ მირეკავს? მუპასუხე და კითხე. მიდი. ალე. ბუჩკი. რაღაცა რო კითხო, აი ახლა გადაცემაში ვარ და რაღაცა სპორტი არის კითხვა. შეიძლება? მოიცა? 2006 წელს ვინ გახდა მსოფლიო ჩემპიონი? 2006 წელს ვინ გახდა მსოფლიო ჩემპიონი? კითხების ისენი სავარაუდო. ბრაზილია, ისა რა ქვია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი. თავიდან კითხვა. ბრაზილია, ბრაზილია, იტალია. სწორია. იტალია, მადლობა. იტალია. აგერ უცნობ ადამიანს დაუმეგობრდა. არა, ჩემი ახლობელი უბრალოდ სახელი აწერიას სხვა რაღაცა რა. პროსტა ახლობელი და მე გადაახვიეთ სახე როგორ უპასუხა ახლობელი. ბუჩკი ვარ? მეოთხე ძალიან რთული შეკითხვისთვის მზად ხარ? მზად არიან? მზად არიან. შენ სადაური ხარ? წარმოშვებით? წარმოშვებით აბა. მე თბილისელი ვარ. აი, იმერელი მეგობრები თუ ყავს თბილისელი. იმერელი ვარ რა. ცხონებული მამაჩის პატარა ისტორია ისევ გარდაიცვალა, ხსა უნდა იყოს მოკლედ და თუ მამაჩემთან იტყოდი რომ თბილისელი ხარ, ის აუცილებლად დაგაჯილდოებდა ჩემზე მაგ საუბარი. რა ის თბილისელი ხარ, შენ დედა მოწყლა. გადაგორდებოდა. ხო და იმერელი მეგობრების გეყოლება შენ თბილისელ კაცს. იმერელი. იმიტომ რომ თბილისი იმერელთან მეგობრობს. ხო. ხო ეგრე. ესე იგი მეოთხე შეკითხვა და ბოლო შეკითხვა ამ ეტაპის. რა არის ჭლაკვი? აუ, ჩემი საყვარელი. თბილისელ კაცს უნდა გეცოდინე რა. ჭლაკვის რამოდენიმე ვერსია არსებობს. ჭლაკვი არის ჭლაკვის მწნილიც და რაღაცა ეს უკვე პასუხად. ელაპარაკი. არა, პასუხი შეიძლება იყოს. და რა არის ჭლაკვი? როგორი პასუხი უნდა ჭლაკვია, მაგრამ ფიზიკურად როგორ ჩამოთვლევინებ? კაი, მოდი თან მე მანამდე მოვძებნე, შენ კითხები. რა არის ჭლაკვი? საკანცელარიო ნივთი. ეგ არა ბ. მგონია. სცენარე. ვარიანტია, ხო? კი. გ. იაპონური სიტყვა, რომელიც ნიშნავს ნაყინს. აჰა. და D. ხრიდოლის სილეთი. ჭლაკვი! აი ეს რაღაც ახლოსა, ეგ უნდა შევიტანოთ იმაში რა. რაკენი ჭლაკვი გავუკეთე? მოვჭლაკვე. მოვჭლაკვე. მოდი დაურეკოთ, ვის დაურეკოთ? ჭლაკვი მეისტერი ყავს ვინმე? მოდი დაურეკოთ ამერიკაში. წეგან იტალიაში დაურეკეთ, ხა ამერიკაში დაურეკოთ. სულ ევროპაში ყავს სამეგობრო და სანაცნობო და ბრავო. ესე იგი. მალე დაბრუნება შენ მეგობრებს. არა, იყო, რა პრობლემა, ფულს აგზავნია რაღაცა რა უნდა იყო, რა უნდა ჩამოვიდე. დაწყევლა. აუ, ეხა ეძინებ რომ ეს საათი, ეხა იქნება. ეგ უნდა გავთვალოთ. ის 5-6 საათი, მაგრამ ეს ყოჩაღია. შენთვის გაიღვიძებს. იმ მეგობრებს გაუმარჯოს, რომელიც ჩვენთვის იღვიძებენ. და ვიღარ ვარ გაიღვიძოს რა გამოდის. მაგის საფიქრზე არ გამოვიდა და ეგრე. ლა. აი, შენი კუბო დავით.
ბოდი სადაც მზი არის იქ დავრეკოთ. ვერ გავედით ამერიკაში. ამერიკაზე კონტაქტზე ვერ გავედით. მოდი დავრეკოთ. მოდი მივაწვეთ რა უცხო ქვეყნებს რა. მე კანადაში ყავს. კანადაში ყავს, მაგრამ ესეთი უხასიათო ტიპია რომ მაშინ არ გვინდა უხასიათო, წაგაგებინებს ვერ იქით. რამე ჭლაყვება უგეტყვის და გაგითიშავს და მე დაგემშვიდობებით და წაგაგებ. დავრეკოთ სად არის ეს? ეს არის სადღაც საბერძნეთში, მოდი თბილა ეხლა იქ. ალბათ. პატარა გეოგრაფიის გაკვეთილი გამოგვდის ნენლა. ეხა უყურებს რატომ მირეკავს? რამე ხო არ უნდა? ავიღო ტელეფონი. ავიღო. მე უარი რომ ვერქვა. მიპასუხე. საერთოდ გადაჩენოს მოსტაზე რო ურეკავდი მაშინაც. ალო, ია როგორ ხარ? კარგად, შერავა ხარ. სულ დროს ხო არ გირეკავ? სიუბილეს. მადლობა. არა. ია, მოკლედ რაღაცა კითხვა მაქვს, რაღაც გადაცემაში ვარ რა, მოკლედ და საზღვარგარეთ ვინც არის, იმათ ურეკავთ რა. მოკლედ ძალიან მარტივი კითხვა შეიძლება აღმოჩნდეს, შეგიძლია გასცე პასუხი, შეგიძლია არ გასცე პასუხი. მოკლედ კითხვას დაგისვო, წამყვანი დამისვავს ახლა კითხვაზე, მე გაგიმეორებ. რა არის ჭლაყვი? სავარაუდო პასუხებს დაელოდე ოღონდ. რა არის ჭლაყვი? საკანცელერიო ნივთი. საკანცელერიო ნივთი. B მცენარე. B მცენარე. G იაპონური სიტყვა, რომელიც ნიშნავს ნაყინს. ნაყინი. B იაპონური სიტყვა, რომელიც ნიშნავს ნაყინს და D ხრიდოლის ილეთი. და D ხრიდოლის ილეთი. რა არის ჭლაყვი? ბახეში ბაბა ხო? არაფერს არ აქვს, ჩემგან იმასში არა ვარ, სხვაგანა ვარ, პროსტა სახე ის არა ქვია. რაღაცა ჭკვიანი სანაცნობო ესე ქვია. ვიცი, რაღაც უფრო სცენარისტთან უფრო არა. მართალი ხარ, თუ მე არ უნდა ვთქვა, მართალი ხარ. მადლობა ია, რამდენი მოვიგეთ ახლა? 200 ლარი. 200 ლარი მოვიგეთ ემწამს და იმედია გადმორიცხვას არ მომთხოვ. კარგად დაგემშვიდობები, მადლობა. კარგად გია, კარგი. ბრავო. ბუჩკი ბუჩკუნა. გილოცავ პირველ ეტაპის გადალახვას. აუ რა, ძალიან მაგარია. ძალიან კარგი სანაცნობო ყავს. მადლობა ჩემგან. მეორე ეტაპის პირველი შეკითხვა. ინგლისური ხუმრობის თანახმად რა ქვია ბუმერანგს, რომელიც უკან არ ბრუნდება? მატყუარა ბუმერანგი, ჯოხი, დაკარგული ბუმერანგი თუ მაიკლი? მე კი ვიცი, მაგრამ თუ ვიცი. მაუ მე შემიძლია ხა დავრეკო ელჩის მოადგილესთან. მიდი. მაგრამ იმასთან სხვა რაღაცა მაქვს მე სათხოვარი და ესა ეხლა გავაფუჭო ეს არის 200 ლარზე. მოდი ამერიკაში დაურეკავთ ისე ოღონდ სხვაგან, სხვა შტატში. ეხლა ურეკავ ხვალე, ესეთი ჯგუფი არის, რომელსაც ამერიკაში კონცერტი აქვს. ვერ მოვასწრებთ, ჩვენ ჩასვლა სავარაუდოდ ვერ მოვასწრებთ, ხო? ალო, გიო, გამარჯობა, ხო არ გაგაღვიძე? არა ძმა. როგორ ხარ? კარგად ბუჩკი ვარ, თუ არ დაგიხედავს. ტელეფონი დახედა თუ ვერ მოასწარი. ეს კარგი, აბა ერთი რაღაცა კითხვას დაგვისვენს რა წამყვანი და თუ გაგვცემ პასუხს, კარგი იქნება, მოვიგებთ ალბათ 400 ლარამდე. 260 ლარს. 200 ლარს დაემატება 100 ლარი და 200 ლარს დაემატება 100. თუ გაგვცემ პასუხს, კარგი იქნება, თუ არა და მაინც კარგი იქნება. რა ქვია ბუმერანგს, რომელიც უკან არ ბრუნდება? მატყუარა ბუმერანგი? მოკლედ, რა ქვია ბუმერანგს, რომელიც უკან არ ბრუნდება? A. მატყუარა ბუმერანგი. B. დაკარგული ბუმერანგი. B. დაკარგული ბუმერანგი. B. ჯოხი. G. ჯოხი და D. მაიკლი. D. მაიკლი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ რამე ამ პარალელურად გადახმარება? აი, ყურში მატყობინებენ რომ არა. ყურში ეს თავი დამიქნის არა. რა ქვია ბულვერაკს, რომელიც უკან არ ბრუნდება რა, მოკლედ რომ გაუშვებ და რაღაც ტუტუცი. არ ბრუნდება თუ უკან არ ბრუნდება? ნუ აი ხა თვითონ წამყვანმაც არის ის მაგაზე ხა მაგ კითხვის პასუხი რა. დაუბარებლად. ბუმერანგი, რომელიც საერთოდ უკან არ ბრუნდება, ის არასოდეს არ ბრუნდება და ბუმერანგი, რომელიც უკან არ ბრუნდება, ხო. არც ის არ ბრუნდება. ვა. ეს უკვე ძალიან ღრმა ფილოსოფიური გამოდის. მართლა გვინდა პასუხი ხა. მართლა გვინდა რაღაცა დაახლოებითი პასუხი მაინც გვინდა. მოკლედ ისე გავმეორდებით, რა ქვია ბუმერანგს, მატყუარა ბუმერანგს, რომელიც უკან არ ბრუნდება? A. მატყუარა ბუმერანგი. მატყუარა ბუმერანგი. B. ჯოხი. B. ჯოხი.
გ დაკარგული ბუმერანგი, D დაკარგული ბუმერანგი, D ლარი, მაიკლი, ნებისმიერი სახელი. ლარი, მაიკლი, დათო, ჯეზი, რა ვიცი, ტიტე. დაკარგული ბუმერანგი. დაკარგული ბუმერანგი, პასუხი? კან დაუშვიდო თუ პასუხი აქ არის ჯოხი, პასუხი მხარი ჯოხი არის. პასუხი არის ჯოხი, ჩვენ წავაგეთ ახლა რა. ძალიან დიდი მოდი. არა უშავს კოცნი გეხროვი წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ დაგვეხმარეთ. დავაი. მადლობა. არაფერს, მადლობა რომ თქვენ რომ მოხვედი. დამიძახეთ ჩვენთან ერთად რო გაერთე. და 200 ლარით რო კარგი გადაცემა გამოვიდა მე მგონი. 200 ლარი მოიგე. და რა, ღვინო გვაქვს. გავთიშოთ ახლა კამერები და შევცხოთ ბოლომდე დილამდე. აბა ჰე, გაგიმარჯოთ. სულ ეს იყო დღევანდელი თამაში დამთავრდა. ნახოთ შემდეგ მონაწილის როგორი სანაცნობო ეყოლება.